მარიამ გიუნაშვილი, აპლოდისმენტები. ჯო მარიამ. გაგიმარჯობთ. როგორ ახარ? კარგად, როგორ ბრძანდებით? ჩაგიტაროთ მარა. ჯერ 15 წლის არის და მე ნახეს. კი ბატონო, ჯერ. ძივა? კი. კარგი. შეგეთ განათლება საქმიანობა. ამჟამად სკოლის მოსწავლე და უყვართ ცეკვა და თავისუფალ დროს თუხთუხი გულაობა მეგობრებთან ერთად და მთელი გარდაბანი თუ ეს რამდენი წელი აშენდა? 15-ის. 15 თუხთუხი და გულაობა თუ გარდაბანში არ ვიცოდი ეგ. გარდაბანში თუხთუხი ალბათ. ნატრისთვალე ლოგონი ზაზე ნატრისთვალე ლოგონეს აქ რა მინდა ასე აქ გარი ხარ. ხელი აქ ასე რა მინდა აქ ნატრისთვალი რო იყოს. პრეზიდენტი რომ იყოთ რას იზამთვით? მოდი წინას არაფერს ვიტყვი, მე რომ არ გადაგაგდოთ. აი ხედავ ეს ბავშვი არ არის საპრეზიდენტო. კი ანუ წინას ყველად კარი იძლევა დაპირების და რაღაც ეს რა მოგვიმზადე დღეს მაინც რითი გინდა პაროდიები ცოტა ყველაფერი. ცოტა ყველაფერი ძალიან კარგი მოდი რა ვიცი მოусმინოთ მაშინ მარიამს მოусმინოთ მარიამს, მოусმინოთ. შესავალი თუ ჩავთო დრო? შართ. 3 2 1 ყველაზე ძიერსკი საოჯახო ნივთი. უთო, რატომ? აუ, ჯანასწორებს. მოხუც ქალი ქუჩაში ახალგაზრდა გოგოს საჩერებს და ეკითხება: "გეპირში წალობ?" "არა, მე დაბადებიდან ასეთი ვარ." პირველი ღამე. ქორწილიდან 5 წლის შემდეგ. სიკვდილის გადარჩენილი მაგი ვეგეტარიანელმა ცხვარი გაკრიჭა. Facebook-ის დამოკიდებული გოგონა ძილის წინ ცხრებს კი არა, ლაიქებს ითვლის. პატარძალმა დიდი Red Bull-ი დალია პირველ ღამეს ქმარი თოფი დასდევდა. გოგო ისეთ მახიჯი აი ზუსტად მაგას. ეს არ გამცი ვიცოდი ეს კაცო ხო ბა გაგეგინა. იმაზე გამენ სავალია გაგეგინა. ანდრე გამენ შენია ნიკოლოზ გაეგინა ვაგრძელებთ. 3 2 1 გოგოს ისეთი მახიჯის სახე ქონა, ფიქრებიც კი არ იტაცებდნენ. ტიპს სიმხედა ცხვირი ქონა ქართლის დედა ხმაში უცვლიდა. თაფლი ისე გარძვიდა, რომ ცოტა დადიანი ჭინჭით აწამეს. ბებია ჩემი ისეთი ვარდივით ხალი იყო, რომ მოკვდა დავდგეთ. საწყალი. ევოლუციის შედეგად ადამიანს კუდი მოძრა, მაგრამ ქიცინის რეფლექსი მაინც შემორჩა. კარენა სულში ჩასახლებული ეშმაკი ქირის გადახდას ვეღარ აუდის. სინათლე ისე გაძვირდა, ბებია ჩემი ნათეში გრაფი ეთქვას. სვანს კողმ უკმინა და სისხლიაო. მე გამეცინა? გაგეცინა ხმამა გაინაცვალე, გაგეგინა. ვისაც გაეგინა. უფრო ტუჩის რაღაცები ძველია, მაგრამ მოწოდების ნიჭია ძალიან ნუ ეს კარგი. ის არის, რა ქვია. ნუ მაგალითად წინა გამოსვლასთან შედარებით ეს უკეთესად ამბობს. ხუმრობებს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ აქ ახალი იყო ახალი ბებია ჩემი ნათელში გრაფიკით ეს. გრაფიკი და იყო ეს. სულში რო ეშმაკს ქირას ახტევებს და რა ვიცი, ნუ ბევრი უმრავლესობა უმრავლესობა ალბათ. იმიტომ რომ ნიჭიერად აკეთებს ამ ყველაფერს. გავაგზავნოთ ნახოთ რა იქნება თუ აგზელებ რა თქმა უნდა. ვაგზელებ. 3 2 1 ქალის საჭესთან ეს იგივეა, რაც მაიმუნი ლიმოკით ხელში, არ იცი საით გადააგდოს. მეგრელი ბადრაგი შედის სიკვდილმიშიში და ეკითხება: "ხომ იცი რომ მოდამოკლა?" მე "ხომ იცი რომ უნდა დაქვრიტონ?" მე "ხომ იცი რომ ბოლოს ვინ შეიკითხებიან?" მე "ხო დაუთხარი ზვანიამი მაგმობარემ რა ვიცი." სიტუაცია დებილი ელექტრიკოსი. სიტუაცია კესარია ტუალეტში. არა. ეგრე დაიჭრა საჩევიდეს და ბოლოს ეგრე დატოვა. კაი. მოკლედ 200 ლარი გაქვს. ყარასამთავროებზე გათვლილი ხუმრობა ეს. ხო. 200 ლარი გაქვს, წინ 400 ლარია. აბა? რა ვიცი, შეწყვეტ თამაშს. დარწმუნებულ?
ხოთორი ადამიანის უფლება დამცველები გვედგან ანკარებში და იმასაც ხომდამბეთი. რა თქმა უნდა. ესე იგი, მარიამ, საქმე როგორც მივხვდი, რაღაც პაროდირების ნიჭიც აქვს და ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ ამ მხრივ რაღაც ცოტა ხუმრობები დაეწერა და რაღაც თუნდაც მეგრული კილოთი ან რაღაცები ეთქვა, ანუ სწორი მიმართულებით შეიძლება ამ ბავშვის განვითარება. მე მგონი განვითარების ეტაპზე დგას, მარიამ. ძალიან კარგი. კარგია რომ გვესტუმრე და ხება დიდება შენ და აი ეს 200 ლარი რომ გამოგვიდება ისი ჩემ. გააღეს ჩემანე გოლი. აპარა პარა პამ პარამ პარამ პამ პარამ პარამ პარამ. აი ხარე კარგად კარგად მოდიერა მივაცა. აპლოდისმენტები გავაცხადე. და რამე მოიცვი, მათ თუ არ ამინდებია. ძალიან კარგი გადაცემა არის. დიდი მადლობა პროექტის ავტორებს და ძალიან კარგია რომ აქ გამოსვლის შანსი მომეცა. ყველას გიჩვენებთ მობრძანდეთ, გააცნეთ და მოიგოთ.